სოფლის განაპირა სახლი ჩვენი იყო. იქა, აი იქა. ეხლა რომ ავტომატებს აკაკანებენ, მაშინ ქათმები კაკანებდნენ მარტო. როგორ იყო ბაბულია იმ ტანკისტის ამბავი? რა ბიჩი იყო, красивый ისეთი ხუჩუჩათმები. ვასიც ვიცეყვეთ ბერლინში. ხაროშიე ბილი, ვრიმენა, ხაროშიე. სან მიდიხარ, ვინ წაგვივიდა ის არტმა რა ბიჭო? ამერიკაში მივიდივარ ბიჭო, განა საიქიოში. სადა? ამერიკაში საოპერაციო, მანასთან მიყავს. ორსულად როა? უკეთესი, იქ თუ გააჩნდეს მოქალაქეობას მიცემენ ბიჭო. დაიცადა ფული გააქვს? გაქვს. სროლის ხმა იცნობდა ქართული ბლოკპოსტიდან მოშორებით ოსურ სოფლებში. რამდენჯერმე ისროლეს ქართული სოფლების მიმართულებითაც. ვა, რობინზონ, ჩვენ აქ საიდან, კაცო? ჩემ სახლში მოვედი, შენი მითხარი აქ რა გინდა? ვიცი, გიჭირს ახლა შენ რობინზონ. ძნელია ძმაო, შენეულშოს ვისათხედა, მაგრამ აბა მე რა გქო. მოდი, როცა მოგილოს question, არ მოირი. რა ვიცი თუ მეტიც. მაშომია რა? ომი მოინდომეთ არა? ომი ბევრი გვინახავს. შემოგავლით აკოსა და დახავთ, შეეცილებთ აი პაბიძებს. სახლი აღარ გინახავ? კარი აღარ გინახავ? ბოსტანი აღარ გინახავ? რა გინდა, გავხსოვთ დედაში დედები გიტყვი ბიჭო. მას ხედა ჩვენი ხვარი როგორია. ნახა, ეგეთი საცალო, სულ მუდამ დასაცალო. მე რა წამაქცევ, თქვენ ბრიყვებოთ თქვენ. ჩვენი ერის და ქვეყნის მომავალი. თქვენზე დგას ჩვენი სამშობლო. თქვენ უნდა ისწავლოთ კარგად, უნდა ასახელოთ თქვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო, რათა მსოფლიო მართლა კარგად და უკეთესად გაიცნოს ჩვენი ულამაზესი ქვეყანა, ყველა მესიკუთრე. სამწუხარო დროებით დაკარგულია სამაჩაბლოს აფხაზეთით, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებით ჩემო ძვირფასი, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ავდა მთელი საქართველოს, მაგრამ მაშინ, როდესაც დიდი ცივილიზაციები გაქრნენ, ჩვენი სამშობლო, ჩვენი ენა და მამული დარჩება და იქნება საუკუნე. ბატონი ჯანმრთელია დაინახეთ, ჯოხებით ამოვიდა და არც ერთი კიდური არ აქვს. აფხაზეთში ერთ-ერთი ოპერაციის დროს თავის თანამებრძოლთან ერთად მოხდა ალყაში და განადგურებაზე გაიარა. სამწუხაროდ ნაღმე აფეთქდა და ამ ადამიანმა თავის კიდურები დაკარგა. არავით არის შოკი, არავით არის შიშის განცდა. აიღო იარაღი და ცეცხლი თავის თავზე მიიღო, რომ თავისი მეგობრები უკან გამოსულიყო. არც ერთმა მათგანმა არ მიატოვა მეთაური და გამოიყვანა სამშვიდობოს. ეს ადამიანი თქვენთვის და ჩემთვის და ჩემი ბიჭებისთვის მაგალითი იყო და იქნება ყოველთვის. დაბაში ვიჯექი და ბუზის გაფრენის ხმაც ისმოდა. თავიდან შემეში და მეთქი ანცი ბავშვები არიან და მეთქი შეიძლება რაღაც. დიდი მადლობა ის მე რაც განვიცადე თქვენთან ერთად ამ სპექტაკლის ყურებისას. კაი ხართ, სამადელოს მისურვებ.